Am წუთებში ხმაურია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, სოციალურად აუცილთა ერთ ჯგუფს პრემიერთან შეხვედრა უნდა. რკინიგზის სამშობიაროში შესახლებული ბინადრების სოლოლაკში კონკრეტული მოთხოვნებით არიან მისულები. ადგილზე მყოფები დროებით საცხოვრებელ სახლებში დენსა და გაზის გაყვანას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს შუამდგომლობისკენ მოუწოდებენ. ცოტა ხნის წინ ბიზნეს ცენტრთან ჯანდაცვის მინისტრიც მივიდა. გიორგი მანჯავიძეს რთავთ ახლა სოლოლაკიდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა ხდება ამ წუთებში ბიზნეს ცენტრთან? Tanta akcija სულ 2 წუთიც არ არის რაც დაიშალა ჩვენ და გასაკვირად ისინი უცებ დაიშალნენ და წავიდნენ სახლებში ანუ იმ ადგილას სადაც ისინი არიან ახლა შესახლებულები როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე და მაყურებელს შევახსენებ იმას რომ ეს ადამიანები სოციალურად დაუცველები არიან ის ადამიანები რომლებიც რკინიგზის სამშობიაროში შეიჭნენ და ამჟამად იქ ცხოვრობენ მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ პრემიერ-მინისტრთან ისინი ითხოვენ რომ თელასმა და ტრანსგაზმა მათ უფასოდ შეუყვანოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მათი ინფორმაციით ეს ყველაფერი დაახლოებით 21,000 ლარი ჯდება და აქციის მონაწილეებმა, სოციალურად დაუცველებმა ისიც კი იციან თუ საიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა, მათ დასაფინანსებლად ისინი ითხოვენ რომ ეს თანხა მერის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. დღეს ეკონომიკის სამინისტროს მივადექით და ვთხოვეთ რომ ელემენტარული ახალი წელი მოდის და შუქი მოეცათ ელემენტარული და გაზი რომ ნებართვა ქონოდა მათ გვიპასუხეს ჩვენ ამ შენობას არ გაძლევს და მთავრობამ გამოიტანა დადგენილება ქირაზე ჩვენ არა ვართ თანახმა სანამ ბიზნესს არ შევხვდებით კარავსაც გავშლით და აქ ვიქნებით ბატონ ბიზნესს უნდა შევხვდეთ ამ წუთას იმნაირ ნაგავში ვართ აი პირველ ყოფილი ვესაც ვერ ვისურვებთ ვითხოვთ ბატონ ბიზნესგან თხოვთ მუხმოდრეკილად რო ვთხოვთ რომ ვერ სადენ ვერ გამოვიტანეთ ნორმალური პასუხი არავინ არ გვცემს პასუხს რასაც ქვია მივედით შევავსეთ ბლანკები პასუხი იქნებაო ეკონომიკის სამინისტროში რო ვიყავით გვიცხეს საერთოდ არანაირი არაფერზე რომ ქირიდან ქირამდე დაუშვა და რო ვიყოთ 6 თვე ქირაში გვაქვს იმის დასტური რომ არავინ არ გადაგვიხდის ამ ქირას ჩვენ Tanta სოციალურად დაუცველები დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დაახლოებით 6 საათისთვის შეიკრიბა. მათთან შეხვედრაზე მოსული იყო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. მან სოციალურად დაუცველებს აქციის მონაწილეებს კონკრეტული შეთავაზებები შესთავაზა, კონკრეტული პირობები. მან შესთავაზა ამ ადამიანებს რომ ჯანდაცვის სამინისტრო მათ 200 ლარი ეს გომარებით 1000-ზე მეტ ოჯახს გადაუხადეთ ბინისკირა. ამ ადამიანებს ეს არ აკმაყოფილებს და უნდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჭირდება ბინა, რომელიც უნდათ ერთ დღეში და რომ ესე არ ხდება. არაერთხელ განუცხადე რა, ვარსკვლავი არ არის საზე იმდენი რამდენჯერაც განუცხადე მათ შორის ჩვენთანაც, რომ ჩვენთან არ განიხილება ეს თემა რომელიმე შენობის დამტკიცება. ვერას დავფიქრდი შეუსრულე ეს იყო ბინისკირის პრობლემა.